გამარჯობა. მოკლედ დღევანდელ დღეს ვიწყებთ ისევ ჩვენ სასტუმროსთან ძალიან ახლო ლოკაციით, ჯონგმიოს ტაძარი, შრაინი, რომელმდეც 3 წუთი ვიარეთ. დაჟე 5 წუთს წერდა, მაგრამ 5 წუთიც არ გამოვიდა დაჟე. ხო და დღეს ეხლა ტიკეტი რომ უნდა გვეყიდა. ბილეთების ქალ მოგვითხრა, რომ მარტო ის არისო. ტურების ბილეთები დარჩენილიო და ანუ უბრალოდ ესე შენით ვერ შეხვალო. ხო და ეხლა ვდგავართ ძალიან ბევრ ხალხში. და ტურთან ერთად უნდა ვიაროთ, ანუ რო შევალთ სავარაუდოდ გამოვეყოფით და ისე წავალთ. მაგრამ რავი, რაღაცა უცნაური იყო. ანუ კონკრეტულ დღეებში შეიძლება მარტო იმისაც, მაგრამ ფასი ძალიან იაფია ისედაც რა. იგივე ფასი აქვს ცალკე ბილეთსაც და ტურის ბილეთსაც, ანუ 1000 ვონი იყო 2 ლარი. ხო და რავი, კაი, ვიქნებით ტურთან ერთად. ეს სამი ბილიკი რო არის, აი, წაგან მაგაზე ავედით შემთხვევით. და ანუ მაგაზე გვითხრეს, ახლა გიდმა ყველას რა, რომ ანუ ეს სამი ბილიკიო, შუა რომელიც არისო, ანუ აი ეს მან მხოლოდ შეუძლიათ სულებს გავლაო და დღესაც გჯერა ეგო. და ამიტომ არ შეიძლებაო. გვერდითაც აი ანუ გვერდითა ბილიკებზე ამაზე და იგითაზე ჩვეულებრივ შეგიძლია. მოკლედ რაც გავიგეთ ამ ტაძრის შესახებ, რაც ისედაც წავიკითხე, მაგრამ ნუ იყო ერთ-ერთი ყველაზე ძველი კონფუციური სტილის ტაძარია 1394-ში იმგონი აშენდა. ეგ აღარ მახსოვს კარგად. ნუ მოკლედ მე-14 საუკუნის ბოლო 10 წლებში აშენებული ტაძარია და 1995 წელს მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და არის ძალიან ლამაზი, ვთქვათ შორის და არ მიკვირს რატომაც არ მხოლოდ ლამაზი, ანუ მე რასაც გავეცანი ახლა ამის ისტორიას, ძალიან დიდი როლი აქვს საერთოდ კორეის კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიაში. It was 1:15 a.m. according to Confucius gate of the main hall. And there is another west gate, which is smaller than east gate for musicians. ცოტა ქაოტური გამოდის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი ვართ. ხო და ესეც რო ხსნის, დიდად კარგად ისმის თქო ვერა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ანუ ვერც გადიხარ რა, ანუ ჯგუფთან ერთად უნდა დარჩე. ცალკეც ვერ გამოვდივარ და ვერც ვასწრებ ამის თქმას. იმ ვერც ინფორმაციაზე, რასაც ვიტყობ ახლა. მაგრამ გამოვიარეთ რაღაც განსაწმენდელი. აქეთ ეს თავარი დიდი შენობა, სადაც მეფე 19 მეფისთვის იყო გამოყოფილი ცალკე ესეთი პატარა საკანი რა ოთახი, სადაც მიმდინარეობდა ლოცვა, მათი მე შემდეგ რაღაცა პატარა ნადიმი ჰქონდათ და ესე იმუშავებდნენ. შიგნით გვიშვებენ ახლა. როგორც იქნა, იმიტომ რომ გარედან ჩანდა რომ ძალიან ლამაზი იყო შიგნით. მოიცა. This is the longest wooden building in Korea. That means we need some distance from this building to see entire length of the building. I recommend that standing at the the corner spot of this huge, massive stone platform. დაახლოებით 20 წუთი ნახევარი საათი, მაქსიმუმ გაგრძელდა ტური. ეხლა მე ცოტა ახლოს მივალ. აგე ეს კარებებიც ჩანს თითოეული
მეფისთვის, ანუ მეფეებიო ეგრეთ თქვა რა, for 19 kings-ო. და 19 მეფეში რა იგულისხმა, არ ვიცი, ანუ სხვადასხვა პერიოდის მეფეები რანაირად იქნებოდნენ, იმიტომ რომ მე ერთად, ანუ ლოცვის შემდეგ ერთად აქვთ ნადიმიო და იქ დაჟე სამზარეულოც გვაჩვენა, სადაც ამზადებდნენ მაგ ყველაფერს. ხო და შესაბამისად ეს 19 მეფე, ეს მეფე სტატუსი, ყველას მეფის სტატუსი არ იქნებოდა. ალბათ ნათესავების მოიაზრებოდნენ მათში, თუ 19 დაყოფილი პატარა სამთავრო იყო, რომლის მმართველებიც ითვლებოდნენ განცალკევებულ მეფეებად. არ ვიცი. უი, რაღაც შემოცარიელდა ხალხი და მე დავრჩმარდა. ხო, ნუ ესეთი. და აი, რომ გადათვალოთ 19 უნდა იყოს. არ მოგვატყუებდა. აი ეს ბილიკები კიდე ჩემ უკან რო ჩანს, წერან ხო გითხრეს, რომ იქ ზოგი ერთი სულისთვის არის, ერთი მეფისთვისო, იქით რაღაცაებისთვისო. ხო და მე რაღაც ადგილას ანუ წყდებოდა რა ეგ. აქო სულები აღარ შემოდიანო. ხოლოდ მეფისთვისო და იმ მეორე აღარ მახსოვს ვინები თქვა, პრინცისთვის ალბათ შეიძლება. როგორც აღმოჩნდა, სწორი კითხვა გამჩენია, იმიტომ რომ წეგან კარგად ვერ გავიგე, ვერ მოვისმენ, იმიტომ რომ არ მესმის ნორმალურად რა. ხო და ანუ 19 მეფე ხომ ახსენა და ჩემი კითხვაც მე პასუხგაცემული დარჩა გავარკვიეთ გიდისგან ასევე რომ ანუ ეს ანუ ერთად არ აშენებულა, ეს კონკრეტულად სხვადასხვა 19 მეფისთვის იყო გამოყოფილი, ანუ 2 საუკუნის განმავლობაში ემატებოდა ეს ისინი 2 საუკუნის შემდეგ აშენდა მგონი, იმიტომ რომ ეგ 19 მეფეს მიუძღვნეს ეს კონკრეტული ოთახები, მაგრამ სულ ჯამში იყო 35 მეფეო. ხო და მაგათთვის განკუთვნილი სამლოცავი, ეს არის მთავარი სამლოცავი. აი, ჩემს აქეთ რაც არის. ეხლა მივდივართ მეორესთან, სადაც დანარჩენი მეფეებისთვის განყოფილი იქნება ცალკე ოთახები სალოცველად. და ერთი საინტერესო ინფორმაცია მოგვეწოდა ასევე გიდმა ამ სასახლის წითელი შეფერილობის შესახებ, ანუ მხოლოდ წითელში რატომ არისო, ანუ განსხვავებით სხვა ტაძრების და სასახლეებისგან, რომლებიც ანუ აჭრელებულია ბევრი ფერით და რაღაცეებით, ანუ წითელიო, ანუ აღქმული იყო იმისთვის, რომ ანუ ამ დემონებს და ბოროტ სულებს განდევნიდაო. ხო და მაგიტომ გადაწყვეტეს მხოლოდ წითელი ფერით ესე ძალიან კაცრად ისე სწორხაზოვნად შეღებვა. და ამასობაში მოუახლოვდით კიდეც მეორე სალოცავს. პატარა მეფეებისთვის. ესეც შედარებით მომცრო ადგილი. ორჩატური. წეგან მაგარი ისეთი ცუდი მომენტი დავიჭირე ჩემ თავთან. რომ ეს კიდე გვიყვებოდა რა, ანუ რომ ამ ლოცვის შემდეგ რაც უკვე განსაწყვეტელს გაივლიდნენ ესენი, ილოცებდნენ და მე რა ის ნადიმი რო ახსენე ეგ რომ უნდა ქონოდათ, ანუ ეგ ხო ყველაზე კარგი ის არისო რა. დრო კარგი მომენტიო რა და მეთქი რანაირად ის ჭამაზე იძახის მეთქი რა. ყველაზე კარგი რაღაცა. და მე თქვა რომ აი გაზიარებაო რა რაღაცის და მე შემსხვა შემწავთან. ეთქი ჭამაზე რატო ვიფიქრე. აი ტაძრიდან გამოვედი და ახლა მაგარი რაღაც უნდა გავიკეთე. აი ესენი. პატარა ენულიან ინსტილულო იქას მე სუშვები შიგნით. იო, მაგარი სასმელი. უნდა და მოვაგენით რაღაც ქუჩას, რომელიც სავსეა street food-ით. არის და ან მარტო street food-ით არ არის, პატარა მარკეტია და სხვადასხვა რაღაცეებია. აი, ტაკოიაკი არის იაპონური ძალიან გემრიელი რაღაც, მაგრამ მოდი მე აქ არ შევჭამ, იმიტომ რომ იაპონიაში მივდივარ ხვალ. ხო და
ვარე მიქშევჭომ ნორმალურად. აქ რამე უფრო ისეთი მინდა. აი კორეული ფრთები მაინტერესებს ან რომელიც ჯერ ვერსად ვერ გავსინჯე. ხო და მაგას ვეცდები რომ ვიპოვო. ხო და ეს უკან იმეშვებიან, ჩამერთნენ. რა შეიძლება? რა შეიძლება? ქორნდოგები დავინახე. აი ქორნდოგები, რომელიც ღირს 5000 ვონი. 10 ლარი ღირს ერთი წელი ქორნდოგი. ქორნდოგი შეიძლება. კიდე დავათვალიერებ ისინი სანამ რაღაცა კატის ტანსაცმელს არჩევენ რა უნდა ჩაასვან თავიანთ კატას. მანამდე მე იმას ვიპოვე. აქვე იყიდება ის ამათი კეიქები როა, გაბერილი. აქაც ესე. ვაუ, რა ძნელია, ამდენი არჩევანი რო გაქვს. რა უნდა გააკეთო? დამპლინგები. აი ეს გამოიყურება ძალიან გემრიელად. ეს არის ამათი რამენი მეთქი ნუდლსი. კორნდოგი მაინც უფრო მიზიდავს. დღეს გადაცულები ვართ იმაზე, რომ განაღრებული რაც გვაქვს ვონები აქ. ყველაფერი დავხარჯოთ. იმიტომ რომ ბევრი არც არის, მაგრამ ანუ სად უნდა წავიღოთ რა. ხო და ეხლა მიხმეს მე რომ ქეშად ყიდვისას 1000 ვონი აკლდებოდათ. ნათიას და ნინას. ხო და ეხლა მაგათგან მივდივარ. კალა. ბატონო კალა. ცოტა ხანში. თუ შენ ამას ოდეს მენახავ, ატო შენს გეხება. ცოტნე და საერთოდ ოქტოპუსი ხავს. მე თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით გიყურებთ და გულშემატკივრობთ დიდი ხანია. მაგრამ უნდა დავაგემოვნოთ ოქტოპუსი აქ, პატარა ოქტოპუსები. არაფერი პირადული. აჰა, ნახე. არა, კი, კარგი იქნება ჩემი აზრით. როგორ გამოიყურება? ძალიან კარგად გამოიყურება. აჰა, მე ამ იმეებს ავიღებ. გამოიყურება ესე. ოპა. Sorry? Okay, mustard? Yeah. Wait. Thank you. Kordons სინჯავ პირველად. არა და სულ მინდოდა ხოლმე. აუ ნათია მეთქი, ნინა იქ განსხრომაშია. კაია? ვა, კარგი გამოსულა. აჰა. ესე უეჭველი ცხელი იქნება. კარტოფილი, ყველი და სოსისი. და ზევიდან მდოგვი მოვასხა. საბოლოოდ ჯამში გადავწყვიტეთ, რომ მოვსულიყავით სეულის თაუერის გვენახა. ნაქაუნთა წმინდაზე მოვდივართ. და ეხლა ვართ საბაგიროს რიგში, რომელიც ძალიან დიდია. აი, და მე აქეთ მთავრდება. ეს არის იქნება ერთი ინფორმაცია. აი, ეს არის საბაგირო. ამოვედით და იმ საბაგიროს კაბინიდან აბსოლუტურად ვერაფერი ვერ დავინახე თითქმის. აი ძლივს ეს ჩემი
გადამღების თიქი გავყავი და აი ეგრე რაღაცეები დავიჭირე კადრები, მაგრამ მე თვითონ ვერაფერი ვერ დავინახე ის ჩემი თვალებით. მაგრამ აქ რაც ამოვედით ახლა ლამაზი ჩანს განსაკუთრებით იქით მხარეს. საიცაც მზის ჩასვლა. და აი ესეც ცნობილი სეულის ტაუერი. აი აქაც ძალიან ცნობილი ის ოქლომების ხიდი და გავსებულია. მერტო შემო რამდენია? თან ანუ ქვევითაც ჩადის ეს. არა, აქეთ ძალიან კარგად არის მოწყობილი. აუ, იქით მზის ჩასვლა რა კარგია. ამ ხეებში რო ჩანს. ხო რა. სეულის ტაუერმა აქედან გაასწორა. აჰა. ესე გამოიყურება. და მე ვაახლოვე ბაბა. აქეთ არის observation desk-იც. observation deck-იც. სადაც ეხა გავა ტელეფონი მაქვს 4%-ზე და მაგის გადაღება მაინც მოვასწრო ცოტათი. იმედია კიბეებზეც არ დავგორდები. ოპ. აქეთ არის. და მთელი სეული ხელის გულზე მექნება. გადაშლილი. აი აქეთ. და. ოპ. ესეც შეგვიძლია. ეგ არის ამ ფონის ფონზე დავამთავრებ ჩემს დღევანდელ ჩაწერაზე გადაღებას, იმიტომ რომ ტელეფონი მიკვდება და აღარ გამომივა არაფერი. ეხლა წავალ, მე ნათიას ვიპოვი და აქაურობით დავტკბები. ნათიას და ნინას ვიპოვი და აქაურობით დავტკბები. ხო, კარგი იყო. მართლა არ ვაპირებდი აქ ამოსვლას, არ მიყვარს ხოლმე რაღაც ესეთი უბრალოდ მაღალი გადმოსახედები და რაღაც ვერ ვიმოშვები. ვიმაყოფილებ მაგით რაღაცებს, მაგრამ აი ეს ძალიან ლამაზი იყო ხა. თან ეს მზის ჩასვლაც აქეთ ეს აბაჰეთ. აი